ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები სირიაში ვიზიტს აგრძელებენ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სირიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრა დამასკოში 62-მე საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენის პავილიონში შედგა. განიხილეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება დაუთმეს კულტურული და ტურისტული გაცვლის განვითარებას. შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ გამტკიცდება ურთიერთობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები აფხაზეთსა და სირიაში, ნათქვამია სეპარატისტული მთავრობის განცხადებაში. ასევე წერია, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დელეგაციის წევრები დაესწრნენ ჩერქეზული ანსამბლის კონცერტს, რომელსაც საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა სირიის კულტურის მინისტრი მუჰამად იასინ სალეხი. აფხაზური მხარის მტკიცებით, სოხუმის დელეგაცია საერთაშორისო გამოფენაზე სირიის მთავრობამ და პრეზიდენტმა ალ-შარაამ მიიწვია. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სახელმწიფოებად სირიამ რუსეთში გაქცეული ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს აღიარა 2018 წელს. რეჟიმის შეცვლის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა წამოაყენეს ინიციატივა და მიმართეს სირიის ხელისუფლებას ამ აღიარების უკანწაღებისთვის. სირიისთვის არ მიუმართავს ოცნების ხელისუფლებას, ოცნების დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ დეკლარაციასაც, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებდა სირიის ახალ ხელისუფლებას უკან წაიღოს საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.